თბილისის მერია City Park-ის წინააღმდეგ დოკუმენტებს უკვე პროკურატურას სწავლობს. ერთი წელი ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან რა შედეგი აჩვენა ახალმა კვლევამ. რუსული კომპანიები ლონდონის ბირჟას ტოვებენ. ნახეთ დეტალები რამდენიმე წამში. მოგესალმებით, საქმიანი თემები და დროული ინფორმაცია საქართველოსდან და უცხოეთიდან. ეთერში ეკონომეტრი, მე დავით ლაბაძე ვარ. ლონდონის ბირჟისთვის კიდევ ერთი ქართული კომპანია ემზადება, როგორც ცნობილი ხდება, საქართველოს ბანკის ჰოლდინგის მფლობელობაში არსებული კომპანია საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი აქციებს ლონდონის ბირჟაზე გაიტანს. სააგენტო როიტერის ინფორმაციით, მენეჯმენტი ლონდონის საფონდო ბირჟიდან 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს და გაყიდვებიდან ამოღებულ წმინდა მოგებას ახლად შეძენილი აქტივების განვითარებაზე დახარჯავს. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი საქართველოში ჯანდაცვის მომსახურების სფეროში ფლობს მსხვილ აქტივებს, კერძოდ მის მფლობელობაშია სადაზღვევო კომპანია იმედიელი, ასევე სამედიცინო კორპორაცია ევექსი, რომელიც თავის მხრივ 40 სამედიცინო კლინიკას ფლობს. როგორც როიტერი დასძენს, მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ანგარიშის მიხედვით კომპანიის შემოსავალი 108 მილიონ 800.000 ლარია. დამატებითი კომენტარები დღეს კომპანიაში არ გაკეთებულა. საქართველოში ცხენისწყლის ხესების კასკადის პროექტის განხორციელება დაიწყო. მემორანდუმი დღეს საქართველოს თანაინვესტირების ფონდსა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის გაფორმდა. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 723 მილიონ დოლარს უტოლდება და მას სრულად თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს. კასკადი გაერთიანებს 4 ჰიდროელექტროსადგურს, საშუალო წრიული გამომუშავება კი მთლიანად 743 მილიონი კილოვატ-საათი იქნება. წარმოებული ელექტროენერგია შიდა ბაზრის გარდა ექსპორტზე თურქეთში გავა. წინასწარი გათვლებით აქტიური სამშენებლო ფაზა 2017 წელს უნდა დაიწყოს. 70-იანი წლების მერე ასეთი ამშენებლობა საქართველოს ენერგეტიკაში არ ყოფილა და ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია, ხელშეუწყობს დარგის განვითარებას და რაც თავარია ეკონომიკის გაჯანსაღებას და გაძლიერებას. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე პოტენციურ პარტნიორთან, ორი მათგანი არის საერთაშორისო ფონდი, როგორც ჩვენი ფონდი დაახლოებით მასეთივე. და ერთი არის სტრატეგიული ინვესტორი, ეს არის ენერგეტიკული კომპანია, ფრანგული, ჯერ სახელს ვერ დავასახელებ, თუმცა არც ერთ ამ კომპანიასთან ჯერ ხელშეკრულება არ არის გაფორმებული. NDA-ის კვლევის მიხედვით მოსახლეობის 68% ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მომხრეა. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 68% მიიჩნევს, რომ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღება აუცილებელია. 25% თვლის, რომ არ არის აუცილებელი, 6% კი პასუხზე უარს აცხადებს. ამასთან 66% იმ ადამიანებისგან, ვისაც ყავს ავტომობილი, ფიქრობს, რომ ტექ დათვალიერების შემოღება აუცილებელია. ავტოტექ დათვალიერების შესახებ კანონი მიმდინარე წლის 1 მარტიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა მთავრობამ მისი 2 წლით გადავადების გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობამ ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების ვადის გადაწევა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით ახსნა. ექსპერტების ინფორმაციით კი ქვეყანაში 350,000 ავტომობილი ტექნიკური დათვალიერების გავლას ვერ შეძლებდა. თბილისის მერიამ City Park-თან დაკავშირებით დოკუმენტაცია პროკურატურას გადაუგზავნა. ამის შესახებ გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში თბილისის მერია აცხადებს. დავით ნარმანიას აზრით დოკუმენტაციის კვლევის შედეგად City Park-ის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. მერიამ კომპანიის დამფუძნებლებს გაფორმებულ ხელშეკრულებაში გონივრული ცვლილებები შესთავაზა. დადებით პასუხს მერია ადრე შეელოდება, როცა City Park-ის ხელმძღვანელობა თბილისში ჩამოვა. შეგახსენებთ, თბილისის მერიის დაკვეთით უცხოური აუდიტორული კომპანია Ernst & Young-მა კომპანია City Park-ის აუდიტორული შემოწმება გასული წლის ბოლოს დაიწყო და მიმდინარე წლის მარტში დაასრულა. ძველ თბილისში საფეხმავლო ტურის მანიშნებლები მონტაჟდება. პროექტის მიზანია ახალ ტურისტულ მარშრუტებზე სპეციალური მანიშნებლების განთავსება, რომელიც დედაქალაქის სტუმრებს საშუალებას მისცემს ქალაქის ღირსშესანიშნაობები მაქსიმალურად მოკლე დროში დაათვალიერონ. თბილისის საფეხმავლო ტურის მანიშნებლების მონტაჟი კონკას მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაიწყო. ჯამში ძველ თბილისში 1300 მანიშნებელი დამონტაჟდება. თბილისში იქნება საფეხმავლო მარშრუტი ტურისტებისათვის. ეს მარშრუტი ასევე იქნება მარკირებული, გაივლის ძველი თბილისის ქალაქს და იქნება ერთ-ერთი მთავარი ატრაქცია ჩვენი უცხოელი დამსვენებლებისათვის და ტურისტებისათვის, რათა მათ დაათვალიერონ ძველი თბილისის უმნიშვნელოვანესი ტურისტული ობიექტები. მონტაჟდება თბილისის ლოგოტიპი ძირითად მარშრუტზე, რაც თბილისობისთვის იქნება დამთავრებული, ასევე მეორე ეტაპის სამუშაოების ეთვალისწინებს იმას, რომ ყველა ძირითად ისტორიულ და კულტურულ ობიექტზე იყოს განთავსებული შესაბამისი
შესაბამისი მანიშნებელი და საინფორმაციო აბრები, რაც კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს ინფორმაციის მიღებას ტურისტების მხრიდან და გაამარტივებს მათ გადაადგილებას ქალაქში. საქართველოში მოლდოვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ოთარ დანელიას შეხვდნენ. მოლდოვურმა მხარემ შეხვედრაზე მევენახეობა მეღვინეობის დარგისა და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დანერგვა გამოყენების მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. სამუშაო შეხვედრა გაიმართა ღვინის ეროვნულ სააგენტოშიც, რომლის ძირითადი თემა ქართულ და მოლდოვურ მხარეებს შორის მეღვინეობის დარგში არსებული გამოცდილებების გაზიარება იყო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტირებისა და სუბსიდირების ასევე მიზნობრივი პროგრამების განხორციელების საკითხებზეც. ვიზიტის მთავარი მიზანია საქართველოს პროგრესის გაცნობა მეღვინეობისა და მევენახეობის მიმართულებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოლდოველ მეგობრებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ასევე მოლდოვას აქვს ბევრი გამოცდილება, რომელიც შეიძლება საქართველოს გაიზიაროს თავისი მხრიდან. ქართველ კოლეგებთან შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. ჩვენ გავცვალეთ შეხედულებები საქართველოში მიმდინარე აგროპროცესების შესახებ და გავეცანით ამ სფეროში არსებულ სიახლეებს. ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 1 წელი გავიდა, თუმცა როგორც ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარებული ბიზნესის განწყობის ბოლო კვლევა მაჩვენა, ბიზნესს საკმაოდ სუსტად ესმის ის პერსპექტივები და სიკეთე, რაც ევროპასთან ბარიერების გარეშე ვაჭრობა შეუძლია მოიტანოს. თემაზე ეკონომეტრის სტუმარია ეკონომიკის დოქტორი ბადრი რამიშვილი. ბატონ ბადრი, მოგესალმებით. გამარჯობათ, მოგესალმებით. ბატონ ბადრი, ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩატარებული კვლევა, რომელზეც საუბრობდი, მოიცავდა როგორც საქართველოს, ისე უკრაინასა და მოლდოვას. კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ საქართველოში ევროპის ბაზარზე გასვლის პერსპექტივის მსურველი ყველაზე ნაკლებია. თქვენი აზრით, რამდენად რეალისტურ სურათს ქმნის აღნიშნული კვლევის შედეგი და რატომ გვაქვს ასეთი პესიმისტური სურათი? ორი კუთხით შეიძლება შევხედოთ ჩვენ ამ გამოკვლევას. ერთი მხრივ რეალურია ის, რომ პესიმიზმი თქვენი მართლაც რეალურია და გამართლებულია, მაგრამ მეორე მხრივ უზარმაზარი პერსპექტივები, რომელიც თქვენ ახსენეთ, ეს მართლაც არის. პერსპექტივები კიდან გამომდინარეობს, რომ ეს არის 500 მილიონიანი ბაზარი, დაახლოებით 18 ტრილიონ დოლარის ოდენობის ტევადობის ბაზარი. რაც შეეხება პესიმიზმს, ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენი ბიზნესი ჯერ კიდევ არ არის ადაპტირებული იმ თამაშის წესებთან, რაც განვითარებულ დასავლეთის სამყარო რითაც ასე ვთქვათ უძღვება თავის საქმეს. და სანამ ჩვენი ბიზნესი ალღოს აუღებს აი ამ წესებს, სანამ დაინერგება მენეჯმენტის შესაბამისი სისტემები, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კავშირების აწყობას, მანამდე რა თქმა უნდა გარკვეული დრო გაივლის. თუმცა პესიმიზმი ახლა ციფრები მთლად პესიმისტური რომ იტყვიან არ არის, იმიტომ რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში გაორმაგდა ჩვენი ასე ვთქვათ ექსპორტი მაგალითად ევროკავშირში სავაჭრო ბრუნვა საერთოდ 2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ექსპორტი ასე კი ციფრებზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ, ახლა რაც შეეხება რეალურ ბარიერებს, რომლებზეც თქვენ საუბრობდით, იგივე კვოტები და ლიმიტები, ასევე ფასტაშორის სხვაობის საკომპენსაციო თანხის გადახდა, ეს ყველაფერი საკმაოდ აძვირებს ევროპულ ბაზარზე შეღწევადობას. თუ მიდის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ქართულ ბიზნესს საქმე გაუადვილდეს? რაც შეეხება კვოტებს და ბარიერებს, კვოტებს და ლიმიტებს, უფრო სწორად, ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ბარიერია, მაგრამ ეს კვოტები და ლიმიტები გამომდინარეობს ჩვენი ეკონომიკის რეალური შესაძლებლობებიდან. არავის არ უთქვამს ის, რომ თუ ჩვენი ეკონომიკა გაიზრდება და რაღაც, ასე ვთქვათ, მიმართულებას ასწევს, იქ კვოტები არ მოიმატებს და ლიმიტები არა. ეს იმისთვის არის გაკეთებული, რომ რაღაც რეექსპორტის და მესამე ქვეყნიდან ექსპორტირების, ასე ვთქვათ, რეექსპორტის შესაძლებლობა აღკვეთონ და ეს საკმაოდ, ასე ვთქვათ, ნორმალურია ჩვენი ევროპელი ასე ვთქვათ მოკავშირეების მხრიდან. უფრო მნიშვნელოვანია ის ბარიერები, რომელიც გამომდინარეობს, მაგალითად, ეს არასატარიფო ბარიერები, როგორიც არის, ვთქვათ, კანონმდებლობის, ასე ვთქვათ, სინქრონიზაცია და ასე შემდეგ. და ამას დრო ჭირდება. ამას ჭირდება ასევე ქართული ეკონომიკის ადაპტაცია თამაშის იმ წესებთან, რაც ევროპაშია დანერგილი. ისე არ არის, რომ მარტო ვთქვათ, ვაჭრობა მითამაშოს თამაშის ახალი წესებით, ხოლო ეკონომიკა, ასე ვთქვათ, სხვა თამაშის წესებით მუშაობდეს. აი მაგალითად იგივე აგრარული პროდუქციით ვაჭრობის საკითხით ადგილზეც უნდა დარეგულირდეს და მოგვარდეს, დაემსგავსოს, მივიდეს, ადაპტირდეს ევროპულ, ასე ვთქვათ, მოცემულობებთან და აი მაშინ შეიძლება ვისაუბროთ, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტ ინტეგრაციასთან. თუმცა პერსპექტივები დიდია, პერსპექტივები არა მარტო ციფრებში გამოიხატება,
რაზეც ჰქონდა საუბარი, არამედ იმ ასე ვთქვათ საქმის გაძღოლის იმ წესების გადმოღებით და შემოღებით, რომელიც ევროპაშია და რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ შრალ ციფრებთან მიმართებაში. გასაგებია, ბატონ ბადრი, რაც შეეხება ციფრებს, იკვეთება საინტერესო ფაქტი, იგივე მოლდოვა, რომელიც ჩვენზე ორჯერ პატარა, მაგრამ 2014 წლის ბოლოს ევროკავშირში მოლდოვას ექსპორტი საქართველოსთან ბევრად უსწრებდა და 2013 წელთან შედარებით ევროპაში 20.4%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც საქართველოს ექსპორტმა პირიქით 1.5%-ით იკლო. სად გვაქვს პრობლემა და რამ გამოიწვია ის, რომ მოლდოვა ჩვენთან შედარებით უკეთესი მწარმოებელი და ექსპორტიორია? ძალიან საინტერესო კითხვაა. ალბათ აქ ერთ-ერთი საკითხი არის, ასე ვთქვათ, რუმინეთთან სიახლოვე. ლოგისტიკური თვალსაზრისით, ალბათ ესეც მნიშვნელოვანია, ევროპა შუაგულშია, ასე ვთქვათ, ევროპის შუაგულშია მოლდოვა, რა გარკვეულწილად ეს ლოგისტიკური მნიშვნელობაც ამას აქვს. ახლა მართალია კონფლიქტური სიტუაცია და არა ამხრივი პრობლემები მოლდოვასაც აქვს, მაგრამ ის ახლოსაც ვერ მოდის საქართველოს ანალოგიურ პრობლემებთან შედარებით. თუმცა მოლდოვის აესოდენი წინსვლა ამ მიმართულებით ეს პირიქით ჩვენ პერსპექტივებზე მეტყველებს და ჩვენ ასე ვთქვათ სამოქმედო გესტს განსაზღვრავს. მათი წარმატება ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ეს აღვავსებს ჩვენ იმით ასე ვთქვათ იმედით რომ ამ კუთხით მსვლელობა მნიშვნელოვანი იქნება. ახლა მოლდოვას ძალიან მნიშვნელოვანი საექსპორტო განხრა აქვს ღვინის, ღვინო მოლდოვაში საკმაოდ დიდი რაოდენობითი წარმოება, მათი ასე ვთქვათ ფართობები ვენახის დიდია ჩვენთან შედარებით და საინტერესოა ის რომ ისინი იაბღვინოს აწარმოებენ. ჩვენი ღვინო ძვირია, მაგრამ ის ელიტარული სეგმენტებისთვის არის, მაღალი სეგმენტებისთვის განკუთვნილი, მაგრამ ჩვენ სისტემური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. იცით, აი მაღალ სეგმენტებზე დამკვიდრებას მეტი ღონისძიებები ჭირდება. ანუ პრობლემა რა არის? რატომ ვერ უწევთ ჩვენ კონკურენციას მოლდოვას იგივე ღვინოსთან დაკავშირებით? პრინციპში ჩვენ ერთი ვახსენეთ რომ დაბალი ფასია მოლდოვური ღვინის, კიდევ რა პრობლემაა? კონკურენტები არა ვართ ამ ხრივ, იმიტომ რომ ისინი დაბალ სეგმენტებს ტრადიციულად, აი საბჭოთა ბაზარზეც ისინი დაბალ სეგმენტებს ემსახურებოდნენ, ხოლო ჩვენ ყოველთვის ასე ვთქვათ, ჩვენი ღვინო შედარებით მაღალი ხარისხისა იყო, რა ღირსების. საქმე იმაშია, რომ ჩვენ უნდა იქ კი არ უნდა ვეცადოთ დამკვიდრება, სადაც ტრადიციული მოთამაშეები არიან ევროპაში, იგივე ფრანგული კომპანიები, იტალიური. მე ღვინის შემთხვევაში ვსაუბრობ ახლა, მაგრამ ეს რა თქმა უნდა სხვა მიმართულებითაც იგივე შეიძლება ითქვას. არამედ ჩვენი მაღალ სეგმენტზეც კი ჩვენი ნიშა უნდა მოვძებნოთ. ეს არის იგივე ტრადიციული ღვინოები, ქვევრის ღვინოები, ეკოლოგიური, ასე ვთქვათ, პროდუქცია და ეკოლოგიური ღვინოები რამდენადაც ვიცი, რამდენიმე ასე ვთქვათ, მეწარმე სუბიექტს ევროპაში გააქვს საკმაოდ, ასე ვთქვათ, ნაკლები პრობლემებით, არა თვითონ ევროპიდან იყო დაინტერესება ამ ხრივ. გასაგებია, მოლდოვის თემა რომ გავაგრძელოთ, საინტერესო ასევე ის, რომ პირველი ადგილი მოლდოვას ექსპორტში ევროპაში მზა ტანსაცმელსა და ტექსტილის სასაქონლო ჯგუფს უკავია. ჩვენთან ეს მიმართულება ჩვენთანაც არის დაწყებული. გასაგებია, თუმცა წინა წელთან შედარებით 7%-ით გაიზარდა და 213 მილიონ ევროს მიაღწია საქართველოს ტექსტილისა და ტანსაცმლის ექსპორტმა ევროკავშირში გასულ წელს მხოლოდ 39 მილიონი ევრო შეადგინა, თუმცა 67%-ით გაიზარდა. ტექსტილის ბიზნესი საქართველოში ძირითადად თურქეთის ხარჯზე ვითარდება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, არ და ამის ტრადიცია გვაქვს. რატომ ვერ ვახერხებთ ამ დარგის განვითარებას ჩვენ თვითონ? აი ძალიან საინტერესოა, უზარმაზარი პერსპექტივებია. ნუ დიდი, საკმაოდ დიდი პერსპექტივებია ამ მიმართულებით. თან ეს ასე ვთქვათ, ტანსაცმლის შექმნა და ეს ცოტა სახელოვნებო მიმართულებაა რა ეკონომიკის, სადაც აი ეს არტისტული სახელოვნებო ბუნება ერისა დიდ მნიშვნელობას თამაშობს, როგორც ვთქვათ, იტალიის და საფრანგეთის შემთხვევაში ეს ერები არიან ამ მიმართულებით ლიდერები და ქართველებიც გვანან მათ ამ მიმართულებით, მაგრამ სამწუხაროდ ეს მიმართულება არ არის ისე აქტიური. აქ ალბათ კითხვა ბიზნესმენებთან არის. პირველ რიგში უნდა განავითარონ მათ ამ მიმართულებას დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ, იმიტომ რომ ეს უაღრესად პერსპექტიული მიმართულებაა. იქ შრომითი დანახარჯები ამ ტიპის პროდუქციის შექმნაში დიდია, ჩვენთან შრომა ჯერჯერობით იაფია და. გასაგები. ძალიან დიდი მადლობა. ბადრი რამიშვილი, ეკონომიკის დოქტორი იყო, ჩვენი დღევანდელი სტუმარი. ახლა კი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წუთის წინ დაადგინა. ლარი მცირედით გამყარდა ბანკთა შორის სავალუტო ბირჟაზე გამართული ვაჭრობის შედეგად 1 დოლარი 2 ლარი და 29 თეთრი ღირს, ხოლო 1 ევრო 2 ლარი და 72 თეთრი. აღნიშნული კურსი ძალაში ხვალიდან შევა, დღეს კი 1 დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2 ლარი და 29 თეთრია. გამოშვებას კი მსოფლიო ეკონომიკური სიახლეებით განვაგრძობთ.
რუსული კომპანიების გაფართოების ტენდენცია ლონდონის ბირჟაზე კლებისკენ შეიცვალა და მას სულ უფრო მეტი კომპანია ტოვებს. ანალიტიკოსების აზრით, დიდი ალბათობით ბირჟას სასაქონლო ინდუსტრიასთან დაკავშირებული რუსული კომპანიებიც დატოვებენ, რადგან მათი იმედები უცხოეთში აქციების გატანის გზით გაფართოებისკენ არ გამართლდა. გარდა ამისა, ბოლო დროს თავად უცხოელი ინვესტორებიც ნაკლებად არიან დაინტერესებული აქციების შეძენით, განსაკუთრებით რუსულ კომპანიებში. მთლიანობაში რუსული კომპანიების აქციებით ვაჭრობის წლიური მოცულობა ლონდონის ბირჟაზე წელს 2007 წელთან შედარებით 30 ჯერ დაეცა, უფრო ზუსტად კი 30 მილიარდი დოლარიდან 1 მილიარდამდე ჩამოვიდა. გერმანიის დედაქალაქში მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომელიც ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის პოტენციური თავისუფალი ვაჭრობის გარიგების წინააღმდეგაა მიმართული. გარიგება ტრანსატლანტიკური ვაჭრობისა და საინვესტიციო პარტნიორობის სახელით არის ცნობილი და მისი მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ ის ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს და მომხმარებელთა და დამსაქმებელთა უფლებების დარღვევის რისკებს შეიცავს. გარიგების მომხრეთა აზრით კი იგი მოხსნის ვაჭრობაში არსებულ ბარიერებს და წაახალისებს ეკონომიკის ზრდას და დასაქმებას. შტატებსა და ევროპას შორის სავაჭრო პროექტი ირგვლივ არსებული მოლაპარაკებები მომავალ წელს უნდა დასრულდეს და გერმანიის მთავრობა ამ სავაჭრო პაქტის მომხრეა. კომპანია Dell კომპიუტერის შემნახველი სისტემის მწარმოებელი კომპანია EMC-ს შეძენას აპირებს და გარიგებაში 53 მილიარდ დოლარზე მეტს გადაიხდის. თუ გარიგება წარმატებით დასრულდა, ის საინფორმაციო ტექნოლოგიურ სფეროში მსოფლიოს მასშტაბით უმსხვილესი იქნება. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Financial Times-ის საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ Dell-ს კომპიუტერის მწარმოებელი სხვა კომპანიების მსგავსად ბაზარზე სმარტფონებისა და პლანშეტების პოპულარობის ზრდის გამო პრობლემები აქვს. ეკონომეტრი დღეს ამ ინფორმაციით გემშვიდობებათ, ერთმანეთს ხვალთ 16 საათიანი მომების დასრულებისთანავე შეხვდებით, ნახვამდის.